ესე თქვა ყველაზე კარგი მოგონება ალბათ არის პირველი დღე, რადგან ეს იყო გაცნობის დღე. ძალიან ბევრი ემოცია მივიღეთ, ძალიან ბევრი ბავშვისგან და იყო ანუ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ალბათ ასე შემიძლია თქვა ბოლო დღეც, რადგან გავიმარჯვე ამ პროექტში, პრეზენტაციაში და მართლა ძალიან გამიხარდა. ჩემთვის საუკეთესო მოგონება ალბათ რაც ამ ბანაკთან მუდამ დამაკავშირებს არის თოვლში ცეკვა, თამაში, ის ხალისი, რამაც აბიტურიენტები ყველას გაგვაერთიანა და ერთ ნაწილად შეკვრა. ძალიან დასამახსოვრებელი 3 დღე გავატარე აქ და საუკეთესოდ გამოვარჩევდი ბანაკის მეორე დღეს, რომელიც იყო დატვირთული აქტივობებით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ არაერთი ახალი უნარი განმოვითარეთ და აღმოვაჩინეთ მეც და ჩემმა გუნდმაც. აი აგერ ვიდექით ხოლმე, მუროზემოდან გვიყურებდა, რაღაც ინფორმაციებს გვეუბნებოდა და ჩვენ წვიმაში ვსველდებოდით და თან არ გვიშვებდა სამზარეულოში, რომ გემრიელად გვეჭამა. დროს ელოდებოდა როდის შევიდოდით და თან მერე გვაყურებდა, ვის სწორი ხაზი ქონა პირველი შედიოდა ხოლმე და